გადაცემის სპონსორია ეროგრა. გამოყენებისას გაიცანთ ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გამარჯობა. მე ვარ გიორგი მახარაძე, მსახიობი. მე ვარ დავით ხარაბაძე, ექიმი, მიცნობენ როგორც დინამოს ექიმი. და ძალიან მიხარია ზოგადად ესეთი პროექტები, ანუ ეს ჯგუფი Facebook-ზე გამოჩნდა და ორიგინალური სახელით. ხო, კი ბატონო. და ნუ დანიშნულება ძალიან მნიშვნელოვანი და მგონია რომ რაც უფრო მეტი საუბარი იქნება ამ თემებზე და მეტი პროექტი იქნება უკეთესია ყველასთვის, არა მარტო კაცებისთვის, მაგრამ ნუ ეს კონკრეტულად კაცებზეა და ხო რა მგონი რაღაც კაცებში უფრო ის არის რა, მაგაზე რაღაც პრობლემებზე ლაპარაკი და ის აბუდადებულია უფრო კი. ხო, იმიტომ რომ რაღაც ეგეც რაღაც მოწეპებული რაღაცების გამო არ მოსულა რომ რაღაცა კაცებს დეპრესია ქონდეთ და ასე შემდეგ რა. არა მარტო დეპრესია, არამედ კიდე ბევრი რამე არ მოსულა კაცებისათვის. მე პირველ რიგში ჩემი პატივისცემა მინდა დაგიფიქსირო, იმიტომ რომ ხარ უნიჭერესი ადამიანი, შენ პროფესიაში ხარ უნიკალური ადამიანი და რაც თავარია ყველაზე მეტად შენთვის ხარ ადამიანი, რომელმაც აქვს სწორი მსოფლმხედველობა და იცის რა არის სიმართლე და რა. ძალიან დიდი მადლობა, ასევე და ჩემთვის რაც თავარია ხარ იმ პროფესიის წარმომადგენელი, რომელიც იყო ყოველთვის ჩემი ოცნება და სწორედ იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობაში ამ ზუსტად ამ კლიშის მსხვერპლი ვარო, ჩემი შვილიშვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს, როცა სხვები იღებენ ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებას. ხო, ეგ სხვათა შორის ალბათ ყველას აქვს ეგ ჭიდაობები გამოვლილი. მეც იურიდიული და სამედიცინო, ანუ თავისით მეწერა, ის ჩემ დროს იყო პირველი რასაც წერდი და მე მეორე მესამე ჯერ მაგაში მოხდებოდი რა, ქულები თუ გეყოფოდა და მე ბოლოს რაც გეწერა იმაში. და მიუხედავად იმისა, რომ ჩუმად მაინც ვემზადებოდი, რომ სამსახიობოზე ჩამივარებინა, პირველი მეორე მაინც იურიდიული ეწერა. ხო, ამ რეფორმის შემდგომ. ხო, ჩემ დროს ეგრე არ იყო, ეთქვა დიდი სხვაობა მე და შენ შორის ასე. კი, მე 10-იანი ვარ. მე კიდე 91-იანი. ხო, ნუ შეიძლება მაგებში იყო, ხო, მაგრამ კარგი, მაშინ ბავშვობიდან მაინც ყველა ბავშვობაში მოვდივარ და ყველაზე ბედნიერი, ყველაზე ლაღი და უდარდელი ხანა ჩვენთვის, რა დროსაც ყველაზე მეტ კომპლიმენტს ვიღებთ და ქებას ვიღებთ და განსაკუთრებით ჩემ რეალობაში, აი ბებიები, ბაბუები, იმდენ კომპლიმენტს მეუბნებოდნენ, რომ რაღაც თავი მეგონა მართლა განსაკუთრებული და არ ფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ეს სადღაც რაღაც უარყოფითად წაიღება. კი, ვფიქრობ კი არა, ეხლა, ანუ პატარა შვილი არის, პირველი შვილი ჩემი არის 14 წლის. ანუ მეც ვიყავი 20 წლის რა. ჩემს 14 საპირე. ხო, და ძალიან პატარა ვიყავი რა. მეორე უკვე გამიჩნდა 4-ის არის რა, მე ვარ 35-ის. და აი უკვე რომ შენს რაღაც რამოდენიმე გარდატეხის ასაკი გავლილი და ხო რაღაც ნანახიც რო გააქვს რა, რაღაც გამოცდილებაც რო გააქვს უკვე ცხოვრებაში მიღებული. და ნუ მარიამის ჩემ მეუღლეზე ლაპარაკობ, რაღაც იმის ინიციატივა იყო თავიდან ეგეთი აქტიურად ბავშვის აღზრდის რაღაც მეთოდების მოძიება და ამ შემდეგ და მეც იგივე იმითი აქტიურობით ჩავერთე მაგაში რა და მანდ იმდენი რაღაცა ახლა შენ რაც თქვი რა, აი ჩვენი ქებები ყველაფერზე ყოჩახ და უიმე და შენ ხარ ვინც ხარ. ან პირიქითაც არის ახლა ჩვენ ვამბობთ რაღაც ერთ მხარეს, სადაც ძალიან გაქებენ. არის პირიქით სულ ტყრაშატყმუში და რას გავხარ და საერთოდ უკიდურესობა. ხო რა, ეგ ორი არის რა, ანუ მანდ ბალანსი მე არ ვიცი ვინმეს თუ ქონია. მე ესე არ ვიცნობ, რომ აი ჩემ თაობაში მით უმეტეს რომ ვიღაცას მაგაზე ეფიქრა, რომ აი ყოჩახ რატო არ უნდა უთხრა ბავშვს რა? აი რა, მაგალითად, აი ეს გააკეთა და ყოჩახ. ან ჩვენთან თან ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პრობლემა რაც არის, ანუ მიუღებლობა არის რა, მაგ ახალი რაღაცეების, აი ეგრევე კედელს აშენებენ, რომ აი რაღაც აი სიტყვაზე ეგ რო განვიხილოთ, რომ აი რატო არ უნდა უთხრა ყველაფერზე, რომ აი
რა მაგარი ხარ და უკვე ანუ უკვე რომ იმას უჩენ რომ აი გარედან უკვე ბავშვი იმაზე ვეღარ ფოკუსირდება რასაკეთებს ანუ მაგის ამოცანა უკვე არის რომ ეხა ის მორჩე და აბა კაია თუ ცუდია რომ აი გარედან შეფასება მიიღოს ხო რა ეგრევე აი მაგაზეა და უკვე მაკედანვე უკვე ხო ჩვენ ასაკში და უკვე დასრულობაში ხო მანდვართ რომ აბა ვინ მაგითი ცხოვრობთ რომ ვინ რას იფიქრებს, ვინ რას იტყვის, ვინ როგორ და მაგაში ვატარებ თელ ცხოვრებას და ბავშვობაში უკვე უყალიბებ რა მაგას რა და ანუ რა ვიცი აი ეგ ხო მან ანუ ოქროშვალედი უნდა იპოვო ესე გამოდის რომ იმიტომ რომ გადაჭარბებული ქებას და სულ ყველაზე მაგარი ხარ თან ჩემი აზრით რა არის იცი რომ ამ ქებასაც რაღაც საფუძველი უნდა გქონდეს რაღაც კონკრეტული ქმედების გამო შექება კი ბატონო მაგრამ ნუ გასაგებია იქ ბავშვია და გარეგნულად რასაყვარელი ხარ რა კარგი ხარ კი ბატონო გასაგებია მაგრამ თვითონ შექება კონკრეტული აი მაგალითად რა კარგია რომ და ეს გააკეთე რაღაცა ან ლექსი ისწავლე წიგნი წაიკითხა შენ რომ რაღაცა უბრალოდ ყველაფერზე ეუბნებ რომ შენ უნიკალური ხარ, შენ კარგი ხარ და შენ ესე და აი ბებია ჩემა იცოდა ყოველთვის რომ ვაიმე დათუნას მეძახდნენ ამ ბავშვობაში და დათუნა მესქნა და დათუნა მისქნა და თან ყველა ის რომ დათუნა შენ უნიკალური ხარ და რა ჩამოსანსალებული ტანფეხია ხო ბებია ასე იცოდა და მე წარმოვიდგინე რა მოხდა რომ მართლა მეგონა რომ ჩემზე მაგარ ჩემ ალენდელონი ვიყავი და მე როდესაც შევეჩეხე რეალობას რომ შენ დათუნა სულაც არ არის ჩამოსანსახებული ამფეხის და სხვები უფრო კარგი არიან, იქ რაღაც პირველი პრობლემები და ჩიხები გამიჩნდა ცხოვრებაში. ეგეც სხვები უფრო კარგი არიან, ეგეც გარედან რაღაცეებია რა. ანუ ეგ საერთოდ ეგ რაღაცა სტანდარტები, რომელი უფრო კარგია და რა უფრო კარგია. ეხლა რაღაცა ანუ ეხლა რაღაც ეგეთ ეტაპზე ვარ, რომ აი რაღაც უმაგაში ვარ რა. ხო. და აი ცოტა ის მაქვს ყველაფერზე მაქვს რაღაც პროტესტი არ ვიცი პროტესტი დავარქვა თუ არა მაგრამ აი რაღაც ძიებაში ვარ თუ რაღაც ეგ უკითხოების დასმებში და იმაში ვარ აი მაგაზეც ძალიან ის მაქვს რა ის რომელია კარგი და ის ცუდია და ესეთი ჯობია და მაღალი და კუნთებიანი ჯობია თუ პირიქით აი რატო ჯობია და ვინ თქვა რომ ჯობია აი იმათი ნახვა მინდა რა აი პირველად ვინც თქვა ეგ უფრო ალბათ მე უკვე გარდატეხის ასაკისკენ რომ მიდიან ბავშვი პირველად მაგ დროს მაგას ხვდებიან იმაში სკოლაშიც და ბაღშიც უკვე რა ანუ აი მაგხელა ბავშვებსაც კი ეხლა აი 4 წლის არის ხო გითხარ და აი ჩემი შვილის ხელა ბავშვებში უკვე ისეთი შეფასებების მიცემებს და იმეებს ხედავ ხოლმე რომ აი 4 წლის ბავშვს იმიტომ რომ ხედავ სახში იგივეს რა და ანუ ჩვენ ახლა მანდ რაღაცა დამნაშავის პოვნა ეგ არასწორი მგონია აი ჩვენი თაობისთვის ვიძახი რა იმიტომ რომ ახლა ბებია ჩვენები და რა ჩვენი მშობლები თუ სიტყვაზე სულ გვაქებდნენ და მაგათთვის ვიყავით აი რა ყველაფერს საში აყვანილები ანუ მაგათ არ უფიქრიათ რომ ეგ მე ხარ ახან ვაქებ მე წინ რაღაცა ხვის მოიტეხავს ხო რა იმისთვის ეგ იყოს სწორი და ეგრე იცოდა რომ ეგრე უნდა ქნას რა და ეხლა უკვე ჩვენ მგონია რომ ჩვენ უკვე ანუ მეტი მოგვეთხოვება იმ ხრივ რომ ბევრად მეტი ინფორმაცია გვაქვს რა და ბევრად მეტი შეგვიძლია მივცეთ ჩვენ შვილებს ანუ ხო და ჩვენ შეგვიძლია უკვე რომ ეგ გავიგოთ და აი რაღაცა მე მქონია ეხლა ცხოვრებაში ეგ თან კაი ხანი რა რომ აი ეგრე კედლებს ვაშენებდი ყველაფერს რამეს არ ვფიქრობდი ეგრე და ვშო რა ანუ ეგ გადახაზული მქონდა და ის უკვე ის ჩემს საწინააღმდეგოს იძახდა ანუ მიუღებელი იყო რა და მორჩა რა იმაზე აღარ ვფიქრობდი რომ აი რომ დავფიქრდი ხო აი დაშვებას არ ვაკეთებდი არაფერზე რა ანუ აი რაღაც ძალიან ისე შეიძლება 1-2 შემთხვევაზე ყოფილიყო მაგრამ მე რაღაც ეგ ის დამეწყო რა პერიოდი რომ აი ყველაფერზე აი თუნდაც ეგეთ რაღაცაზე რაშიც ძალიან გაისმაქ რა ისეთი გადაწყვეტილება მაგას ზუსტად აი მაგაშიც კი რაღაც საწინააღმდეგოს როდის და ვიქნავდი რომ იქნებ ეგრეა რა და ძალიან ბევრ ამაზე შემეცვალა შეხედულება მაქედან გამომდინარე რა და აი ეს ბავშვთან ურთიერთობამ კიდე ძალიან ბევრი რაღაცა იმას ქნა რა მე კიდევ ვთვლი რომ რაღაც ეს ბავშვები რაღაც უფრო რაღაცა უნიკალური უნარები დაჯილდოებული არიან ახალი თაობა რაც მოდის იმიტომ რომ ეხლა ჩემი შვილის მაგალითიც ისეთ რაღაცეებში
ეხ 14-ისაა დიდი ნიკო და გოგო და ბიჭი არის ეხლა 10 წლის ხო და პატარა რო იყო ისეთ რაღაცეებში დამიჭერია ჩემი თავი აი მაგალითად თუნდაც რაღაცეებში რაღაც ჩვენი მოძრაობა თბილისში იცი და რაღაც ცუდად რო ჩამიჭრეს ვინმე რაღაცა გამული სიგნალი მიცი არა და უკითხა რომ მამა რატო აკეთებ ესეთ რაღაცას და რომ მithქვა იმიტომ რომ ესე რა იცი რა სადეჩქარება ხო ისეთი ამიტომ ვიძახი მე რომ აი ყოველი მომდევნო თაობა უკვე ეხლა რომ გავრცელებულია რომ რა თუნდაც სულ არის ხო მამათა და შვილთა ბრძოლა და თაობა მოდის და ესეთ არა ყოველი მომდევნო თაობა ჩემი აზრით უკეთესია ვიდრე წინა თაობა და ეს ასე იქნება იმიტომ რომ ევოლუციაა გინდა არ გინდა და უნებრივია ეს ყველაფერი ბატონო ხო ეგეთი რაღაცები მეც დამფიქსირებია ბავშვზე რა აი შენ რო უნდა ისწავლო და მოიციო და გაიგო და ის და უცებ ის რო თავისით ეგეთ რაღაცას გეუბნება ხო რა ეგ პრაქტიკაში მქონდა აი ბავშვისგან სწავლა ესე სიტყვები გამიგია რომ აი ბავშვისგან ბევრი რამე შეიძლება ისწავლო ხო რა და იმიტომ გულწრფელია ხო რა ყველაზე ის აქ და ახლა ეგ არის რა თუ არის თუმცა მე უკვე აი გარდატეხის ასაკი როდესაც ეწყებათ ბავშვებს მანდ არის მთელი რიგი პრობლემები მათ შორის ფსიქოლოგიური როგორ ვია ეგ მანდ მე ბევრი რამეს წყვეტს რა მაგ გარდა აი მაგ თავარ გარდატეხის ასაკს რასაც უეძახით აი თინეიჯერის ასაკში უკვე იწყებ ჩამოყალიბებას აი ჩემი დიდი შვილიც მანდ არის და უკვე იწყებ ჩამოყალიბებას ასე თქვა და რაღაცეები შემოდის უკვე დიდურს დავარქმევ რაღაცა გაპრანჭვებს და იმებს რაც მანამდე არ აქვს თქვათ რა რაღაცა გაპრანჭო სარკესთან ურთიერთობა ხო რა თუნდაც ანუ აი ეგ თემაც რა ანუ მაგაზე ანუ რაღაცა მქონდა რა რაღაცა ეხლა ძალიან რაღაც ჩემი მეებს გიყვებით რა ჩვენი ისე უნდა მოვიდა ეხლა წესები ყველა ვიცი და ხო რა რაღაც ერთ-ერთი რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცა იყო რა ოჯახური რაღაც საკითხის და პირველად რომ მივედი ვთქვათ რაღაც ბავშვთა ფსიქოლოგთან კონსულტაცია გამევლო რომ აი რაღაცა ისე არ ვქნა რომ რაღაც უარესი და უზიანო ან რაღაცა ისეთი სტრესი მივაყენო რომ მე რაღაცაზე აისახოს რა და მაგიტომ მერჩივნო რომ გამევლო რა 1 3 4 ვიზიტი დამჭირდა რომ აი უმარტივესი რაღაცა ბავშვისთვის ხო რა აი რაღაცა ის კი არა და რატო ყვებოდი მაგას ხო და რაღაც მაგის მერე აი რაცშიც ეჭვი მეპარება რა თითქმის ყველაფერში ძალითაც ვიპარებ ჩემ თავში ეჭვს რა აი რამეზე ის არ მაქვს რომ აი всё ესე ვფიქრობ და ესე არის არაფერზე აი თუ არ ჩავეძიები და გარედანაც მოვისმენ და იქიდანაც და პროფესიონალიდანაც და იმითაც ხო რა ანუ ვცდილობ რომ ჩემ თავს არ ვენდო ისეთ სერიოზულ გადაწყვეტილებებში იმიტომ რომ ძირითადად ეხა რაც გამოცდილება მაქვს სულ ემოციურ გადაწყვეტილებებს ვიღებ და ეგ ემოციური გადაწყვეტილება ჯერ სწორი არასდროს არ ყოფილა და ეგ მომენტია რომ ცხელგულზე გადაწყვეტილება არ მომიიღო ხო რა და მაგ საკითხზეც რა აი რაღაც სექსუალურ საკითხს რაც შეეხება ეხა აი თან ჩვენი შვილების ასაკისთვის მან ანუ ძალიან აუცილებელია რა სწორად ინფორმაციის მიწოდება და გოგოს დედამ და ასე შემდეგ რა ეგეც რაღაც მგონია რომ მანდაც უნდა გაიარო რა რაღაც კონსულტაცია და მე ვიცი ეხლა ვერ გავზარდე შვილები აი ეგ უფრო ცოტა დიდმა თაობამ იცის რომ აი ეხლა მე თუ იმას არ ვეუბნებოდი ვერ გავზარდე შვილები და ხო და იმიტომ არის რომ დანერვოზებულია მთელი ერი და იმიტომ არის რომ მე შემდეგ თაობასაც იგივენაირად ზდიან რა მე ეხლაც რავი ანუ ქონია შეხება რომ აი ხა პატარა შვილი ამ ხელას ყავს მაგ ხელა ბავშვებს დღესაც რო ქვია რომ ითომ რაღაცა იქ ცხოვრობს და ხო თავში რტყმებით ზდიან 4 წლის ბავშვებს და ხო ეხლა ნუ მე გას რო ყოჩახს ნუ ეუბნები ყველაფერზე უთხრა ეხლა პასუხი ხო წარმოგიდგენია კი ამასთან რაღაც გადაცემას უყურები და იქ ერთი ძალიან ისე თავდაჯერებლად ამტკიცებდა რომ წკეპლად საჭირო აბა როგორ არა გაწკეპლა უნდა იცოდეს აი გონი ახლა გზნობ რომ გაგვექცა ჩვენ და ცოტა დაუბრუნდ აი მე ამას გავსინჯავ ახლა ის რომ რაც ვაკეთ და ვადიდეთ მედიცინურად ამა ხელი აქ ჩაგდები არ გამოყვეს მინდი იყოს ორი იყოს არ არის ხო ეგრეა იქაც კი
არაფერი ეს არის ძალიან კარგი ჰიდრობალანსი ჩვენ მით უმეტეს ახლა ზაფხულში არ გავაფლიან უერთი ახლა მაინც მიდღეს როცა სპორტსმენებთან მაქვს საქმე ვარჯიშის დროს ოფთან ერთად იკარგება მთელი რიგი მინერალები და ელექტროლიტები და მიკროელემენტები და ამის ბალანსია აღადგენს ძალიან კარგი საშუალება. მინდა გითხრათ ამ ყველაფერს. კარგი, პირველ ასე ვთქვათ იმ ეტაპზე რა სიტყვი, როდესაც აი ბავშვმა და პირველი სექსუალური გამოცდილება რომ უნდა მიიღოს და საერთოდ ეგასაკი და რა პრობლემებთან არის დაკავშირებული თუ გაგმან შენი აზრი. ჩემი გამოცდილება შემილია. კი ბატონო. შემილია რაც იყო რა ეს სტანდარტული რომ მამამ ბიძან გასაყბადაღებული თემები ბიძა ნათლიამ და ასე შემდეგ. ხო რა, იგეც რავი დღემდე ტრადიციასავით მოსდევს უმრავლესობას რომ ეგრე უნდა იყოს რა. სიმართლე რომ გითხრა ეხლა რაღაცა მაგ საკითხს ესე რაღაც პროფესიონალურად მე ვერ ჩამოგიყალიბებ, მაგრამ ნუ რაღაცა ჩემი ისინი მაქვს რა შეხედულებები და მანდაც ისევ იქ გავჩერდები რომ ანუ ყოველთვის მირჩევნია რაღაცა არასწორად მიწოდებას ჯერ რაღაც პაუზა ავიღო და რაღაც ერთი კვირა ავიღო და არ ვიჩქარო ან თუნდაც ერთი წელი ავიღო და ნუ შეიძლება ერთი წელი რაღაც მომენტში დაგვიანებული იყოს, მაგრამ თადარიგი დაიჭირო და სწორად იცოდეს ბავშვმა როგორ წავიდეს და საიწავიდეს რა. ხო, ჩემ თაობაში რა უმრავლესობა შემთხვევაში პირველი სექსუალური გამოცდილება იყო მარაზმის დონეზე დაყვანილი, იმიტომ რომ კონკრეტულად ის ვისთანაც მიყავდი, უბრალოდ ნუ ის ხო საერთოდ არანაირი ემოციური ბმა იმასთან არ ქონდა საერთოდ ის იმას გაქცევაზე იყო, როდის რა მოჩებოდა იმაზე და ხო, თავიდანვე ესე ვთქვათ, არასწორად და დამახინჯებულად იქნებოდა მიწოდება ეს ყველაფერი. ამიტომ არის რომ აუცილებელია სერიოზული მიუხედავად მით უმეტეს თუ იმ პირველად ხართო ძალიან ხშირია, მედიცინაში ცნობილი ამბავია, ძალიან ხშირია რომ ან პირველი გამოცდილების დრო ძალიან ხშირია ეგრეთ წოდებული მარცხი. როდესაც აი შენ ხო სტრესი გფარავს მაგ დროს და რაღაცებს ვერ აკეთებ მეცაც პირველი კი არა მერეც ჩვეულებრივად არის პირველ უკვე როდესაც დაოჯახდები და უკვე პირველი ღამის დროსაც კი ხშირია ხო სტრესია ეგრევე მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის ჩართულობა და პირიქით გამხნევა და შემდეგ რომ მერე ეს ყველა ხო და მაგას გამოცდილება უნდა რა თქმა უნდა და თავიდანვე რომ არასწორად იწყებ არასწორი გამოცდილებით იწყებ და დამახინჯებ მაგიტო არის საჭირო რაღაც დოზით სექსუალური გაკვეთილები და სექსოლოგია დარგია და სექსუალურად აღზრდა სწორად რა უნდა მიაწოდო ბავშვს და იმ დროს რაღაცა მომიგდო მოусმინე ერთი ფსიქოლოგი ბავშვთა ფსიქოლოგი არ მახსოვს რა ლაპარაკობდა ანუ აი გინებაზე რა ბავშვთან ძალიან ანუ არსია, მაგრამ აი ნუ ბავშვთან ეს ბედა ბავშვი რო ზივართ ოთახში კი არ ვიგინე, აი შენ რაც თქვი თქვათ მანქანაზე რო ზიხარ რაღაც და ხო რა დანერვოზებულობის ფონზე რომ ისა ანუ მაგის ეგ არასდროს არ დამიკავშირებია რა მე რა ანუ დაკავშირებული ქონდა აი გინება და სექსი რა ანუ ხო იდეაში რო ვიგინებით ანუ აგრესიას გამოვხატავთ გინებით და ანუ მაგ გინებაში რაღაც სექსის აღწერა არის ხო ეხა კიდაც დედას რო იგინები ან კიდაც პირდაპირ რო ტიპს რაღაცას თუ რას არის და მრავალფეროვანი ლექსიკონი გვაქვს ხო და აი ბავშვთან რა მაგაზე ლაპარაკობდა რომ ბავშვთან ეგ უკვე ასოცირდება ანუ აგრესია და სექსი ანუ ხო ნუ ლოგიკურია ხო ეხა აი გამწარებული რომ იგინები ანუ მაგ სიტყვებიც რაც სექსს აღწერს ხო რა და ეგრე მაგკუთხით არ შემიხედია რა მაგაზე ჯერ მაინც ბოლომდე ვერ იმას ვქენი რა ეგ რა გავითავისე მაგრამ ეგეთი დაკავშირება პირველად იმას ვქენი რა პრაქტიკაში რა ჩვენ თავებზე გადმოვინაცვლოთ ეხლა გადმოვინაცვლოთ იმიტომ რომ ეგ კაც კუთხები ქვია და მე სხვათა შორის 11 წელი კალათბურთს თამაშობდი ხო და სპორტთან სულ მქონდა შეხება რა მაგრამ ეგ ის რაღაც არ მქონია რა აი ვერ ვიხსენებ ნუ ეხა ის გინდა არ გინდა გააქ რა ალბათ რაღაც მომენტში ეგ სარკეში ტანის ბრანჭვა და რაღაც ეგეც მაინც აი ხო გითხარი ეხა
ისევ არა რომ ყველაფერზე ეგის მაქვს პროტესტი რომ აი ეგეც რა რომ აი ესე გამოვიყურებოდე ისე გამოვიყურებოდე მაინც გინდა არ გინდა არის რომ გარეთ ვიღაცებს მოვაწონოთ თავი რა. ანუ დამკვიდრებული სტანდარტების ტყე ხდები მაინც ხო? ხო, არა, ეგრეა რა, ანუ რაღაცა გამონაკლისები კი არა ერთეულებით რა, ცოტა პროცენტი რაღაცა არის რა. ხალხშიც და კაცშიც თქვათ ვინც რაღაცა აი მაგ სტანდარტებიდან გამოსული არის და თქვათ ისე უყურებს. ხო, და ზუსტად ეგ სარკესთან დამოკიდებულება სარკე ხო არ არის ჩვენთვის თავიდან კი გასაგები რომ მარტო გარეგნობა სარკეშიც რო იყურები რა აი მაგ დროს რა ხო იმ ვიღაცის თვალიდან ცდილობ ხო რომ უყურო. შენი თვალიდან ცდილობ შენს დანახვას და არა მარტო გარეგნული. ჩემი აზრით სარკე გარეგნულის გარდა შენ თავს შეგიძლია შენ თავს ეკონტაქტო პირდაპირ და რაღაც თვით შეფასების ამაღლებაში, თვით ღირებულებების ამაღლებაში და შემდეგ ძალიან დიდი როლი ითამაშობს ამ ყველაფერმა. ზუსტად ეს პირველი ხდება ზუსტად ამ სექსუალური მომენტების ასაკში, იმიტომ რომ გარედან სტანდარტებია დაკმაყოფ დადგენილი ასე ვთქვათ. ბჭყალებში რასაც უნდა მიყვე, თუნდაც მაშინ შეიცვალო არცხნილობა თუ როგორი სტილი გინდა გქონდეს და ასე შემდეგ რა ჩაიცვა და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეა რეალობა უკვე იქედა რო გადიხარ საზოგადოებაში რო ეჩეხები რა იქნება და ხანდახან არის რომ თვითშეფასებაზე ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ასე ვთქვათ. საერთოდ ანუ რაღაცა ბალანსი რო გქონდეს თვითშეფასებაში დაჭერილი ეგ ძალიან რთულია. ძალიან ბევრი გარე ფაქტორებია ამ კუთხით იგივე თუნდაც აი სოციქსელებს რო შევეხოთ ხო? ეხა რა ხდება სოციქსელებში არის რომ სოციქსელებში ძირითადად მაინც რა იდება რომ ძირითადად მაინც პოზიტიური ინფორმაცია ხო შენიღბული გარედან ლამაზად შეფუთული ინფორმაცია გაფილტრული ფოტოები და შემდეგ და თავარი რა არის ამ კუთხით რომ შენ იწყებ გინდა არ გინდა იწყებ შენი თავის სხვასთან შედარებას. ხო და სხვასთან შედარება შენი თავის მერე უკვე იძლევა იმ პრობლემას რომ ან ისეთი ვერ ხდები ბოლომდე და მერე ეს თვით შეფასება გეთრგუნება ასე ვთქვათ და სულ სხვა პრობლემების წინაშე იდვება. ამიტომ თავარი ვირტუალური გარემო არ არის თავარი და რამდენი ლაიქი ან მოწონება გექნება ან რამე ეს საერთოდ თან ის ძალიან რთული მგონია მაქედან გამოსვლა რა რომ აი საერთოდ აი ბოლომდე რომ აქედან გამოხვიდე რომ აი ეგენი მოიშო რომ აი ეს გარედან თვით შეფასებებზე არ იფიქრო და ის რას იფიქრებს და ეს რას იტყვის მაგაზე რომ არ იფიქრო ეგ რო აი ბოლომდე ჩახტნა გასწოთა შემთხვევაში ეგ არ უნდა გახდეს დომინანტური და აი ეგ არის არ უნდა იმოქმედოს რომ ალბათ მაქსიმუმი ეგ არის იყვანოს რაღაც მართლა ცუდ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე ასე ხო რომ გავლენა არ იქონიოს ეგეთი რომ აი რაღაც ჩაკეტოს და რას გავარდა რაღაცა მაქამდე მიყვანოს. კი, სხვათა შორის ახლა ჩემ დროსაც ძალიან ხშირად მქონია მე პირადად ეგეთი მომენტი რომ სარკეში ჩამიხედა და აუ რას გავარ მithქვამს, იმიტომ რომ ნუ რეალურად ის მოლოდინი რაც მქონდა რომ ყოფილი რეალობა და მოლოდინი და მაგიტო ხო შეფასება ვიღაცის სხვათა შორის ბავშვობის ასაკში ძალიან ხშირია ბავშვები ბჭყალებში ცოტა დაუნდობლები არიან ერთმანეთის მიმართ ამ კუთხით შეიძლება ეს ამას არაკეთებენ გამიზნულად მაგრამ აი რაღაცა ხუმრობა გარეგნობაზე დაფინა და ასე შემდეგ ეს შეიძლება კი მოქმედებდეს ეხლა მე მქონდა პირადად ერთი მომენტი რომ უკვე ზუსტად იმ სარკეში რო ვიყურები და მოწიფულობის ასაკში რო ვარ და რო ვირჩევ რომ იმეს თავი მოწონა და შემდეგ მე მქონდა ეგეთი მომენტი რომ რაღაც 4 მეგობარი წავედით და მაშინ დისკოტეკას ვეძახდით ჩვენ რაღაცა და იქ რაღაც გოგონები და ამ მოკლედ ერთი ცეკვა მეორე და ჩემთან ვინც მოვიდა ეს ამათვალიერა ჩამათვალიერა და ამასთან არ მინდაო თქვა და წარმოიდგინე ჩემ მდგომარეობა ხო მართლა რომ გონია რომ ყველაფერი კარგად არის შევეჩეხე ესეთ რეალობას და ამ თვით შეფასებას რა თქმა უნდა ეს კი ძალიან რთული არის მაგის კი სამერე გადალახვა რა თქმა უნდა და კიდე ძალიან ბევრი არის და გადალახე ეგ სხვათა შორის არა ვერ გადავლახე რაღაც არასრულფასოვნების კომპლექსი მაგ დღემდე მომყვება და ეგ ადრინდელი რაც მოყევი ეგ მაგრა იმოქმედება თუ მაშინ დიდათ ვერც მიხდი რომ ნუ მაშინ რაღაც ისეთი მაგრამ ეხა რო ფიქრობ ნელ-ნელა ამ გამდო საკეთიდან მე რაღაცეებში რაშიც
უკან დამხია ის არის რომ ჩემი თვითშეფასება ისეთი არ არის და არასრულფასოვნების კომპლექსი ასე თუ ისე მაგ აი რაღაც საზოგადოებაში რო ვარ ეხა იგივე შეგრძნება მქონდა აქაც რომ შემოვედი ხო ეხა იდეალური ხალხი გარემო მაგრამ აი რაღაცა ზედმეტობის შეგრძნება მაქვს ყველგან რომ ყველგან ზედმეტი ვარ ყველგან აი ეგეთი შეგრძნება მაგ ეგ კომპლექსები დამიტოვა ამ ყველაფერმა მინდა გითხრათ მიუხედავად იმისა რომ არც დაუშვათ ასაკში რაღაც ნორმალური ბავშვობაც მქონდა და არანაირი ბულინგი და რამე არ ყოფილა ამ შემდეგ მაგრამ ნუ რაღაც მომენტებში მაინც დამიტოვა და დღემდე მაფერხებს დღემდე რაფერხებს ვერ ამბეში მე ხა თან ჩემ პროფესიაში აი ეგ კომპლექსი და ანუ ძალიან ხელისშემშლელი აი ძალიან რა ვერ აგიხსნი ისეთი აი რო ვაბარებდი პირველ ტურზე როგორც ნერვიულობდი და როგორი დაბალი თვითშეფასებაც მქონდა და რა დაკომპლექსებულიც ვიყავი აი ხა რაღაც კასტინგზე რომ მივდივარ აი იგივე აი შეგრძნებები რა აი რაღაცა მომენტში ისევ ეგ მომდის რა მაგრამ მაგას მუშაობა უნდა ეხ მაგას უნდა ანუ ისეთი მუშაობა კი არ უნდა აი ხა ერთი თვე ვიმუშავე და მე არც რაღაცა თვითშეფასება დამახლებული მაქვს და ჩემი თავი ეს ყველაფერი ხო უნდა აღიარო ხო ეგ მაგითი ის ხო ეს პრობლემა მაქვს მე დაბალი თვითშეფასება მაქვს არასრულფასოვნების კომპლექსი მაქვს და ეს ზუსტად იქიდან მოდის რომ მე კაცებზე ხო ეგ არ მოსულა ჩვენთან ხო ეგ არის რომ კაცებს არ შეუძლია თქვა რომ იცი რა ამაში სუსტი ვარ კაცებს არ შეუძლია იტირონ ეს კლიშეები კაცებს არ შეუძლიათ რაღაც იწუწუნონ და შემდეგ არა და პირიქითა ხო ჩვენც გვაქვს უფლებები და შეგვიძლია რა იგივე ემოცია და ადამიანი ხო და იმიტომ რომ აი ეხა ფეხბურთთან მაქვს შეხება მე სულ რა და ექიმი ვარ და გარედან ვაკვირდები რაღაცებს და წარმოიდგინე ბავშვები რო თამაშობენ, ნუ პატარა ბავშვები თამაშობენ და გარედან მშობლები არიან ძალიან ემოციურები რა. და ბავშვი რო წაიქცევა და ეხლა ბავშვია და წაიქცა და ეტკინა და ცრემლებს წამოვედგინა რა გატირებს გოგო ხო არ ხარ. აი ესეთი შეჯახილები ისმის გარედან და წარმოიდგინე ეხლა ანუ სიცხვილად ითვლება და მეც ეხლა ამ სიცხვილად ითვლება და ამ გადმოსახედა რა ხდება ეს ყველაფერი მე ძალიან გბოჭავს რაღაცეებში და იმ სოციუმის საზოგადოება თუ ესეთია შენ ანუ მე მაგ დროს გაქვს რომ გგონია რომ შენ ხარ მარტო ეგრე რა კი ეგრე გონია მე ბევრ რაღაცაზე მქონდა ეგ და ანუ ეგ რაღაც ანუ რო გავიგე უი შენ რაღაც ლაპარაკს რო დაიწყებ მე ხო იქიდანაც მოდის რა, იქიდანაც ვიღაც სასთან რო გაიხსნები, შენ შეიძლება ვიღაცამ არა მეორე ხო რა და მან აღმოაჩენო თურმე ერთი და იგივე პრობლემებზე ლაპარაკობს. მეტი არაფერი არის ტოქსიკური ეს მასკულინურობა, მეტი კი არაფერი არ არის და ნარცისიზმი. მეტი კი არაფერი არ არის. ეს არის რომ საზოგადოებაში რომ მე ის არ გამოვჩნდეს. ფეიკი სტანდარტები, რომ მაგალითად არასწორი მოლოდინები იქნა, აი მამაკაცმა არ უნდა იტიროს. მამაკაც არ აქვს წუწუნის უფლება, მამაკაცი მარტო არის რაღაცა ოჯახში საფულე და შემომტანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ვაშკაცი. ხო, ვაშკაცი და ეს არის ტოქსიკური მასკულინობა, მეტი არაფერი და ამას გონია რომ უმრავლესობას გონია მამაკაცებს რომ ხო, ეს არის წარმოიდგინე ხა ჯერ სიტყვა მარტო ილია ჭავჭავაძემ თქვა ეგ ჩემამდე რომ კაციო სიტყვა იმდენად გაუფასურდება რომ კაცური დაამატეს, კაცური კაცი კაცური კაცი. ხო და ეგ არა, ეხლა დღეს რაც არის ეს შექმნილი რაღაცა რაც არის კაცური კაცი არის რა, რომ აი ამაზე ეხლა ჩვენ კაცური კაცები ვერ გამოვდექით კაცეთ რაღაცა. ხო, ასე რომ ვლაპარაკობთ, ხო, ვერ გამოვდექით. ეგ არ მოსულა კაცი. ყოფილა ისეთი, აი მაგა ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა, აი არასდროს არ დამავიწყდება რა. მეუღლეს უყიდე მანქანა. და ოღონდ ეს ის პერიოდია, როცა მე მანქანა არ ამყავს. და ნუ მეუღლეს უყიდე მანქანა და მეუღლე დადიოდა მანქანით. და უბანში ერთიანმა მითხრა რომ არ გიტყდება. შენო ფეხი დადიხარო და ის მანქანით რა აპონტია. ცოტა შეზარხუსებულზე, ხო, აი ესეთი პრეტენზია. ხო, აგურცფელი იყო, იმიტომ რომ ესე გონია და რაც უფრო აი მაგიტომაც რაც უფრო მეტი ესეთი გადაცემა იქნება და კაც კუთხედი მართლა ერთმანეთს გაუზიარებთ ამ ყველაფერს და რასაც ჩვენ წვლის თუ შევიტანთ ამის ცვლილებაში ძალიან გაიქნება. ხო, ანუ აუცილებელი. მეორე ვარიანტია მე ნახეთ ამ თვითშეფასების ნაკლებობაზე ხო ვილაპარაკეთ და არასრულფასოვნების კომპლექსზე. მე ეს რო შეავსონ რაღაცნაირად ინიღბებიან აი ამ კუნთოვანი მასით.
ასე თქვა და გონიათ რომ გონიათ რომ აი თუ აი სხეული გექნება და კუნთები გონიათ რა იქიდან სხვა აძლევს მაგის იმას რომ ეგ ეგონოს რა და იმიტომ რომ სხვადასხვა ეპოქაში ხა ისტორიულად ხო იყო ისეთი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში რომ პირიქით ეს პროფორმები ან სხეულები ითვლებოდა სილამაზეთ და იყო ისეთი ძალიან გამხდრები და ნუ ის მომენტია ეხლა რომ ნუ რაც უფრო ათლეტური ხარ უფრო კაცი ეგრე გონიათ და სინამდვილეში ამ კუნთების მასის უკან შეიძლება ზუსტად ის ბევრი კომპლექსი იმალებოდეს ბავშვობიდან შეიძლება არა ეგ მე მაგის არ მჯერა რომ ვინმე არსებობს ვისაც აიხლარებზეც ვლაპარაკობთ რაღაცა ეგ მაგას აი იდენტიფიკაცია ეხა ვერ მოახდინოს რა შეიძლება თავი დაინახოს ამაში ანაირად არ არსებობს რა თამამად შემიძლია ვთქვა რომ არ შეიძლება თავის თავსაც მაგრა იტყუებს ვიღაცა ეხა რომ არა კაცო მე ეხა აშუაში ხო მაგრამ ნახე თავის თავსაც აი ზუსტად რატო არის იცი აი თუნდაც აი ესეთი ტიპები რო არიან როგორ ტიპები იცი აი გვეხარ ბაბაქია ტიპები რომ ბრექს ვეძახით ჩვენ რა ესე ხო რომ აი სულ მე რო იზახის და სულ აი მე რო ესე ვქენი მე რო არ ყოფილიყავი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ეგ დაბალი თვითონ შეფასების ეგ არის იმის უკან დგას ზუსტად ის სიცარიელე რაზეც ვილაპარაკეთ რომ სინამდვილეში თავის თავს ვერ უტყდება იმაში რომ ესეთია და შენ გიმტკიცებს რომ რატო რომ პირდაპირ აი ეგეთი ადამიანები აი სოციალებშიც რომ სტატუსს დებენ იმ სტატუსიდან პირდაპირ ხან წამიკითხია ზუსტად აი ხვირის სტატუსი რომ მომაქციეთ რა მაგარი ვარ და დამიწერეთ იქ შექება და ამაზე ხო მაგრამ ეგ ხო ეხა მაგარ რეალური პრობლემა იცოდეს თავისი ხო სხვანაირად მიუდგებოდა რა თქმა უნდა ეგეთი ფარავს მაგითი რა იმ თავის დაბალ შეფასებას ფარავს შენ ეხლა მე მეგობარი მყავს ერთი მაგალითად რომელსაც აშკარად ხედავ რომ ეგეთი პრობლემები აქვს და აი არაფრით ცოცხალი თავით არ უნდა რომ გამოუტყდეს და ასე თქვა ან სხვას გაუზიაროს ან თავის თავს პირველ რიგში რომ გაუზიაროს ესეთი რაღაცები და რაში ვატყობ ეხლა ამ ყველაფერს ნახე რაღაცას აი რაღაცა თუნდაც რაღაცა რომ მithქვამს პრობლემა მისთვის აი რაღაცა ეს პრობლემა მაქვს ხო აი მე რა გითხარი აი აბა მე რო გითხარი ანუ პირველ აი ნებისმიერ რაც არ უნდა ჩემზე კარგი დავუშვათ ვინმე მილაპარაკობს ეგრევე იქ აი მეც რო ანუ თავის თავს აყენებს თავისი მაგალითით ამყარებს იმ ყველაფერს რაც უნდა რომ რეალურად იყოს და მე ამ კიდე ის რასაც აკეთებენ ამ კაის ხეულის და ამ ასე ვთქვათ ფორმების გასაკეთებლად ეს საერთოდ ყაიგოდეროსობა ამ სტელოიდებზე ვიძახი ხა ძირითადად რომ ანალიზურ სტელოიდებზე თავარია მისი აი ბოროტად გამოყენება მე ვინახავს ეგრეა ერთი გაკეთებული იმით ვაფშე ვიღაც სხვა ადამიანი გამომეც იმიტომ რომ რატო იმიტომ რომ სწრაფი ეფექტი ხა მე გავექცევი სამედიცინო კუთხით უნდა ვილაპარაკო მაინც რა სწრაფი ეფექტი აქვს რა ხდება ხა იმ ანაბოლური სტეროიდი რა 3 წლის ნავარჯიშები ანუ რა არის ანაბოლური სტეროიდი არის რომ ტესტოსტერონის ბაზაზე დამზადებული ან მისთან პრეპარატია რომელსაც ან იკეთებ ან დაუშვათ და ამის მერე ეფექტი მოაქვს ძალიან სწრაფი და პირველ ეტაპზე მოაქვს ენერგიაც ძალიან სწრაფად მოაქვს მათ შორის სექსუალური ენერგიაც ძალიან სწრაფად მოაქვს და გონია რომ აი მერე ხდება პირიქით რატო ეხა ნახე ტესტოსტერონს შე რო გარედან იკეთებ და ესე ბოროტად იქ რაღაც ასაკში ეგ ტესტოსტერონის გიჩერდება ხო თუ რაღაც იმდენი აღარ და მაგიტო ამას რო იკეთებ წარმოიდგინე შენ ხო ბუნებრივად ტესტოსტერონი გამომუშავდება და შენი ბუნებრივი ტესტოსტერონის გამომუშავება ფერხდება შესაბამისად გარედან ანუ ესე ქვეითდება ამიტომ საბოლოოდ აუცილებლად დადგება ის მომენტი, როდესაც შენ ტესტოსტერონის ნაკლებობის გამო რაღაც მათ შორის სექსუალური დისფუნქციები დაგეწევს. სექსუალური დისფუნქცია ისედაც ანუ აი რაღაცა დეპრესიის და ნერვოზის დროსაც ჩვეულებრივი ამბავი არის რა. ეს იმას რაც შეეხება ხბარემ იმ თემა რო გავაგრძელო ნახე, გვინდა არ გვინდა ფიზიოლოგიურად ეგრე რომ ჩვენ 20-დან 30 წლამდე არის ტესტოსტერონის დონე ყველაზე პიკში და მაგ ასაკში ვართ ყველაზე მეტად ენერგიულები, ყველაზე მეტად სექსუალურები და ეს მოთხოვნილება და ასე შემდეგ. გვინდა არ გვინდა მე 30-დან 40 წლამდე თუ სწორად მახსოვს სადღაც 0.5%-დან 1%-მდე ყოველ წელიწადში ბუნებრივი ტესტოსტერონის გამომუშავება ქვეითდება, კი.
და ამ დროს რამე ნუ მაგას ვეღარაფერს ვეღარ უზავ ბუნებრივად ხო? ბუნებრივად, მაგრამ შეგვიძლია ჩვენ ეს პროცესი რაღაცნაირად ასე ვთქვათ ხო, გავაჩეროთ რა კუთხით, რომ ჩანსახი ცხოვრების წესი, სწორი ძილი, სწორი კვება და ასე შემდეგ და შემდეგ ამ პროცესს რა თქმა უნდა უფრო დიდხანს ფსიქიკასაც რა თქმა უნდა თუ შენ მაგ დროს რაღაც რამოდენიმე მარცხი მოგვიდა და უკვე ჩაიციკლე ფსიქოლოგიურად რომ всё მე არაფერი აღარ შემიძლია მე რა ხდება რომ 40-დან 50-მდე კვეთრი აი ეგრეთ წოდებული ანდროგენი ხო და კვეთრად ეცემა კი 50 წლამდე და ნუ 50 მანდაც გონია რომ აი ფსიქოლოგიური მომენტი ძალიან დიდ როლს თამაშობს იმიტომ რომ რაღაც ერთეულ შემთხვევებში რაღაც გამოცდილება ნუ მე იწყება ისეთი პრობლემები როგორც არის შფოთვები, ნევროზები და საბოლოო ჯამში დეპრესია რომელიც არის რავი ხა ხო და ეგეთ რაღაცაზეც ალაპარაკოა რა და მაგიტო რა მაგაზეც რომ ეხა აი როცა აი რაღაც ეგეთი რაღაც შეგემთხვევა რა და ჩაიხვევ რომ აი მე და მორჩა და ვეღარაფერს ვეღარ შვები და თან გიტყდება თუ რაღაც აი ეგ კაც სურპონში არ მოსულა რომ მაგაზე ეხა ვისველაპარაკო არა ხო რა და ანუ უარესისკენ მენტალური პრობლემები როდესაც იწყება ну პირველი რაც გაფერხებს ამ ყველაფრის ასე ვთქვათ მოგვარებაში არის ზუსტად ის კლიშეები და ის სტიგმები რაც არის დღეს ჩვენ საზოგადოებაში მე აი პირველად ვიტყვი აგერ ვიტყვი შენ წინაშე საჯაროდ აზრს ამითქვია მე ვარ ადამიანი რომელიც წლებია იტანჯება სერიოზულ დეპრესიით ოღონ ეს არის ძალიან რაღაცა ისე გამომდის ახლა მაგრამ სადღაც წავიკითხე რომ რაღაც ეწერა რომ სულის კიბო მართლა სულის კიბო ეს არის თუ არსებობს ჯოჯოხეთი ეს არის ეს ჰაიპრესია არ არის ფოთოებიც გა ყველაფერი აბსოლუტურად მე სერიოზული ფოთოები ოღონ ეს არ არის მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის მეც კი ექიმი რო ვარ მეც კი გამიჭირდა ექიმი ხო რა არა ეგ მეც კი გამიჭირდა იმ ნაბიჯის გადადგმა რომ ფსიქიატრთან და ფსიქოლოგის რატო იმიტომ რომ ჩვენთან არის საშინელი სტიგმა მაგითო ფსიქიატრთან თუ მიხვედი უნიარ დამტავრებული ყველაფერი წარმოიდგინე ეგეთი მახსოვს ახლობელმა მე ვარ ქუთაისიდან და იქიდან დამირეკა ჩემმა ახლობელმა ადამიანო და მითხრა რომ რაღაცაო ვინმე კაი ექიმი მჭირდებაო ფსიქიატრიან ფსიქოლოგიან რამეო და მე უცებ რაღაცა კი მე ვთხარი ქუთაისში არაო ბიჭო მანდო არ მივალ რატომ მეთქი რას ლაპარაკო ბიჭო მთელი ქუთაისი მიცნობს წარმოიდგინე მთელი ქუთაისი იცნობს და იმის შესულა ფსიქიატრთან ვინმე დაინახავს და წარმოიდგინე აი ამ ზუსტად ეს პირველ რიგში ამ დროს უნდა იყვირო ხმამაღლა რომ დახმარება მჭირდება მართლა შვები მე დახმარება მჭირდება ვერა ეხა ხო ქენი მაგრამ რაღაცა იქამდე ფსიქიატრთან მისვლამდე რაღაც პრეპარატის დანიშნამდე ანტიდეპრესანტების დალევამდეც აი წაიბრძოლა დამჭირდა და საბოლოოდ მანდა მთელი განსაკუთრებით მაშინ როცა ის გამწვავებული გაქვს აი გამწვავება ხანდახან არის რომ იტყვი რომ მოდი რა ახლა მინდა ეს პრეპარატები და კარგად თავარ და აი რომ დაიწყებს რომ ნელ-ნელა რომ მძაფრდება და როცა გამწვავების პერიოდი მაქვს რავი როგორ გითხრა აი მე პირადად რავი შეიძლება ხა ფანტასტიკად მოგეჩვენოს მაგრამ რომ მოხვიდე და მითხრა რომ ხა ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანო ოღონ 4 ვეკიდურებს მოგაჭირო აი დაუფიქრებლად მოგიწევ მე აი ეს ფოთოები რომ მე ის პანიკური და დავდივარ იმდენ ვამჩნევ რომ იმდენ მამაკაც კაც კუთხეთში იმდენს აქვს ეს პრობლემა სახეზებს არა ცოცხალი თავით არ გამოტყდებიან და პირიქით გახსნილობა ლაპარაკი საუბარი ურთიერთგაზიარება დახმარება შემდეგ იმდენ რა მარტო რომ ადგე და უბრალოდ ჩამოწერო რომ ეს მაწუხებს და ამაში მაგ დადებითი ამაში ანუ აი დახმარების თხოვნაც ძალიან ისეთი რაღაცაა რა ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ნახე საზოგადოება რასაკეთებს ნახე კლიშე რასაკეთებს ნახე მე რომ მithქვამს მართლა რომ გამიზიარებია რომ ბიჭო ცუდათავა რა არა ვარ კარგად რა აი ესე ორას აი რა ძმაო რა შე რა კარგა ოჯახი ხო ხამსახური გაქვს ფასი გაქვს ორი შვილი ხამ მეტი რა გინდა ამას რო გეუნებიან უარესი მოდი ახლა თავი ხელში აიყო ანუ მან ხვდები იმას რომ აზრი არა აქვს მაგასთან ლაპარაკს და ვერაფერს თან ვერაფერს ვერ იგებ იქიდან და პირიქით ანუ რაღაც მომენტში აი რა ერთი რა დეპრესია არის დეპრესია რა ყველას ხო და ეგ უნდა სწორი ადგილი უნდა მაგას ხო მე 8 წელი სადღაც 7-8 წელი აი ეს პანიკური ფოთოები მქონდა სერიოზული აი ეხლა რაც თქვი
რომ აი ხელები და ფეხები კი არა, აი ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი, ოღონდ აი იმ მომენტში ეგ გაჩერებული ყო და მაგდენი ხანი მეგონა რომ მე მქონდა მარტო ეგ რა. აი შეიძლება ვიღაცას თაქვს ეგ სპორტები რა. მაგრამ აი ეგეთი როგორიც მე მაქვს, მარტო მე მაქვს რა. ეგრე გონია კი. ეგრე გონია რომ არასდროს არ გამთავრდება. ხო რა და მე რომ აი მაგას ხო რა მე ეგ არის რა, ეგ დახმარების თხოვნა არის და ლაპარაკი არის რა მაგაზე და მე უცებ აბსოლუტურად აი სხვა ვიღაცისგან იგივე რაღაცეებს რო იგებ და მან ცოტა ერთის მან მოგეშვება რომ მიხვდები რომ თურმე ვიღაცასაც ეგეთი რაღაცა ჭირს რა და მე კიდე მაგ სპორტებსაც რაღაც რამოდენიმე ისა აქვს რა რაღაც სიკვდილის შიში არის მაგ დროს პანიკურ შოკის დროს გაგიჟების და კიდე რაღაც მესამე არის. მაგ დროს ყველაზე სულს რასაც აკეთებენ მამაკაცები აკეთებენ რას რომ თავში იწყებენ ძიებას, გუგლვას, ამ სინდრომების და რაღაცების და ეს აკეთებს იმას რომ ყველა ცდილობენ რომ მე თვითონ მოვერევი რა. მე რომ მოვერევი კი, იმიტომ რომ რა გონია თიცი რომ აი ძლიერი ხან მამაკაცი ხარ, რას ქვია, რა დეპრესია, მოდი წამოვიქეიფოთ, დავლიოთ, გავერთოთ რა დროს დეპრესია ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ესმის გარშემოყოფებიდან. ის კი არ ეუბნებიან იმას რომ მართლა ამას დახმარება გჭირდება ამასთან წადაშენ. და მაგის სვერტულად ყველა რა ასე გამოდის, მაგრამ რავი, კარგია, ძალიან კარგი ეგეთი საუბრები, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ისაუბრებს თავის მენტალურ პრობლემებზე. კი, მარტო გაზიარებასაც. ხო, რა ძალიან დიდი ეფექტი აქვს, კი რა თქმა უნდა. სექსუალურობა რა არის შენთვის? პირველი აი რა არა, სიტყვა სექსუალური რო გესმის, აი რა გონია. სექსუალური რომ ესმის? ანუ მაგასაც მე ყველაფერზე მაინც იქით მივდივარ რა, მაგრამ მან ალბათ უფრო ჩემი აზრით ემოცია უფრო მგონია ეხა მან ვიდრე აი კიდე იქ თუ მივდივარ ეხა რომ სტანდარტები აი მაღალი რაღაცა ქერა თუ აი რაც იყო ან პირიქით რა მაგას აი აბსოლუტურად ვერ უკავშირებ სექსუალურობას აი სექსუალურობას რომ მეუბნები აი მაგის მარტო გარეგნული ფაქტორები არა ხა ეს ვიზუალურად სექსუალურობას ვერ აგიწყო ვერანაირად კი ხო რაღაცა ის უნდა იყოს რა ხო ჩემი აზრით ვიზუალურთან ერთად ეს არის რაღაც შარმი თვითდაჯერებულობა ხო რაღაც ემოციას აღძრავს იმ ვიზუალის გარეშე შეგეუბნები რა კი თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორია რომელიც ამის გამოვლენაში ჩვენ ხელს არა მაგრამ არის აი ჩვენ კაცურკაცებს რომ კაცურკაცებს მანდ რომ მიუბრუნდეთ მან და არის რა როგორც ნუ ალბათ ქალების მხრიდანაც არის ეგეთი რაღაცა დადგენილი აი გადმოგვეცა რომ აი ხო ეს საფუძველი ძალიან ხშირად რა გამიგია იცი ქალებისგან გამიგია ძალიან ხშირად არ ვიცი ხა რატო არის რატო არა მე მინდა გვერდით ყავდეს ძლიერი მამაკაცი რომელიც ყველაფერს ჩემ ჭკუაზე არ ივლის რაღაც ეგეთი მომენტი არის. აი, ცოტა მგონი რაღაცა ცოტა გაჩნია ვინ თქვა და როგორ თქვა. ხო და ამასთან მიმართ სხვათა შორის. არა, გაჩნია ხა ძლიერში რა იგულისხმებ, ძლიერი დადებითად თუ ვიგულისხმებთ მაგ ძლიერს, გასაგებია რომ აი ესეთ თემებზე სიტყვაზე ილაპარაკოთ და ასე შემდეგ რა. მაგრამ ეხა ის კაცური კაცი ძლიერზე ჩვენ რაც დავახასიათეთ, ეგ ნუ ეხა ხო, მაგრამ ვიღაცა შეიძლება ხა მე და შენ რო ზივართ აქ და ფოთოებზე და ჩვენ სისუსტეებზე ვლაპარაკობთ, ეს ჩაგვითვალონ რომ ეს არის ეგეთი რაღაცა. ხო და სხვათა შორის აქედან ძალიან ხშირად ამ სექსუალური და ამ დისფუნქციები მოდის ოჯახის შიგნით პრობლემებისგან. ანუ ოჯახური კონფლიქტებისგან, იმიტომ რომ ხო უკვე მანდრო, ანუ ხო არის ხა ის სიტუაცია, რომ ანუ რაღაცა მეზობლებივით როცა ცხოვრობ. უკვე ხო რა, ეხა მანდაც რო ლაპარაკი არ მიდის და მაგას ლაპარაკ გაზიარება და რა გვჭირს და როგორ გვჭირს და ასე შემდეგ. ან თუ დასაშრელები ვართ დავიშალოთ. რაღაცა იმის გამო მანდაც ეგ ხო არის, რომ ოჯახს როგორ დავანგრევ და 20 წელი აი მაგის გამო ტანჯო ისიც ვიტანჯო მეც
და აი ტოქსიკური აღარ ქვია, მაგას ქვია, ანუ რაღაცა კლაუ ცხოვრებას რა, რამოდენიმე ადამიანის ცხოვრებას კლაუ რა, ეგ არის ეგ რა, ანუ ხო და ეს რა თქმა უნდა მე აი ესეთ მდგომარეობა როც არის ოჯახში ის რა თქმა უნდა ამ სექსუალურ ხო რაღაცა სექსუალურობაზე ლაპარაკი იმიტომ რომ რა არის ხა რაღაცა აი დავალებასავით არის რა რაღაცა ხო ავტომატ ხათა შორის ხშირად არის რა სადღაც ყოველწი დასჯის ერთ-ერთ ფორმატი იყენებენ ხო იცი ხო რაღაც ფსიქოლოგიურად რაღაცა არის ხო რომ ის რა ქადა არ იქნება ესე როგორც მე მინდა არ იქნება სექსი ხო მაგ მხრივ კი მანიპულირებენ კი და წარმოიდგინე ორ წყვილს შორის რომელიც ერთად აცხოვრებს ეგეთი სახის პრობლემები შეჯიბრი რომ რაღაცები არის კი და ეს ტოქსიკური ურთიერთობა და ეს ყველაფერი ოჯახური კონფლიქტები ზოგადად ხო საერთოდ ყველაფერზე მოქმედებს მათ შორის გარემოზე ბავშვებზე და ასე შემდეგ და თუ აი მამაკაცურ და ჭრილში განვიხილავთ პირველი ზუსტად მოქმედებს იმაზე რომ აი სექსი აღარ ხდება რაღაცა ავტომატიზმამდე დადის ეს ყველაფერი სადაც ემოცია აღარ არის უკვე და არის უბრალოდ აქტი და ხო და მთელ ცხოვრებას მე ავტომატურად მიდის რა აი მაგითი რა ანუ არის რომ რა ადამიანის დაიწყო შეიძლება და ჩაამთავრო აი მართლა რობოტი ვიცხოვრება ეს კარგია ეს ცუდია ესე უნდა ქნა ესე უნდა ქნა ეხა სექსი ეხა დავიწყე აი და მაგითი შეიძლება აი მოკლა მთელი ცხოვრება ერთი ის არის კიდე რომ ძალიან ხშირად გონია რომ ესეთი მოსაზრება არსებობს რომ რაც სპორტსმენი ნიშნავს ძლიერ მამაკაცს ყველა სექსუალურადაც ისეც საერთოდ აი სიძლიერის ნიშანია და მინდა გითხრათ რომ ეხლა რამდენი ხანია სპორტსმენებთან აქ ურთიერთობა და იმათაც აქვს თავიანთი ემოციები და იმათაც რა იცი რაღაცა თქვა მისი ყველაფერი ვიღაცა გონია რომ ახლა სპორტსმენი ხარ დაუშვათ რაღაცა ისეთი ძლიერი ხარ ემოციურად რომ რაღაცა არ შეიძლება რაღაცა პრობლემები მაგრამ ძალიან იმიტომ რომ სპორტი თვითონ პროფესიული სპორტი სულაც არ არის ჯანმრთელობა პროფესიული სპორტი არის ძალიან დიდი სტრესი ეს სტრესიც ეხა აი რო ვიძახით სტრესი აი სტრესიც ანუ მე მაგ ხოლმე იცი რომ იქიდანაც ვიყურები ხოლმე რა მე აი რაღაც მომენტში რაღაცას რო ლაპარაკობთ იმათი მხრიდანაც ჩვენ თავს აი ერთი წამი შევხედავ ხოლმე ოღონდ მეც ვიყავი რა მაგ მდგომარეობაში რომ აი სტრესით სიტყვაზე სტრესი რატო გამახსენდა რა სტრესი იყო ჩემთვის იყო აი რაღაცა სიტყვა იყო რა სტრესი რა აი დავისტრესა და ეს იცით იმისთვის სტრესია და ეს როგორი სტრესია იყო რა აქცევ ყურადღებას სტრესი აი პირველად მე დავაფასებ ჭყალებში სტრესი იმიტომ ჩემი ეს მდგომარეობა ზუსტად რაც წეღან აღწერეს დეპრესიული მომენტები დაიწყო ერთი კონკრეტული სტრესისგან 2003 წელს ერთი კონკრეტული დიდი სტრესისგან და მაგის მერე ვერ დავაღწიე თავი ამ ყველაფერს და სტრესი არ არის უბრალოდ რაღაცა სტრესი არის ყველაფრის ასე ვთქვათ ყველაფრის ცუდი სიტყვის მასალა არის გამშვები მექანიზმი ასე რომ ვთქვათ ხო და ეს სპორტი მაგითაც ვთქვი რომ სპორტი არის უდიდესი სტრესი პირველ რიგში იმიტომ რომ სპორტში ძალიან ხშირი არის დაცემის და წარმოდგომის მომენტები, ოღონდ ფიზიკური წესრიგის ხო აქ რაღაც ერთ-ერთი იმაზე რომ 3 თვეაო, თუ 6 თვეაო ცოლთან სექსია მქონიაო. ხო, მაგაზე არსებობს, მაგაზე ძალიან ისენი არსებობს. ყველა შორის ორად არის აზრი გაყოფილი მათ შორის სპეციალისტებში. რომ აი მოსულა ვარჯიშის წინ, თამაშის წინ მოსულა თუ არა სექსი და ორად არის აზრი გაყოფილი და ერთი თვლიან მათ შორის პროფესიონალები რომ არა არ მოსულა მეორე თვლის მოსულა მე ამანდაც ალბათ ინდივიდუალურად არის რა როგორც ცნობილი ოლიმპიური ჩემპიონები არიან ძალიან ცნობილი სახეები ვინც იძახის რომ რას ლაპარაკობ სექსი რო არ მქონდესო შეჯიბრის წინო ხო საერთოდ ვერც ვერ გავაკეთებ ხო შეიძლება იმისთვის პირიქით რაღაც სტრესებისგან თავის უფლდება რა და ვიღაცა ითეთება ყველაფერი კი ხო ეგეთი მომენტია რა მომენტი ასე რომ ეს სპორტი ხო ჭიდილი ასე თქვა შენ თავს რა შეიძლება რაღაც ერთ დღეს დამარცხდე მაგრამ თავარია რომ იქიდან ადგე და მე თავიდან დაიწყო ეს ყველაფერი და მაგიტომაც არიან რომ ბევრს უკვისო რატო არიან ფეხბურთელები და უშუალოდ ასეთი მაღალანაზღაურებადები რა ექიმები არ არიან იმიტომ რომ ეს სტრესში არიან და თან ძალიან მოკლე დროში იმიტომ რომ ცოტა ხანი აქვს 20 წელიწადში ფაქტიურად მოასწრონის რომ აიწყონ კარიერა ისეთი რომ მე უზრუნველყოფილი იყვნენ და ეს ძალიან ძნელია და
აი ჯანმრთელობა კი რა, მაგრამ აი დანარჩენი ეხლაც აი რაღაცებზე რო ლაპარაკობთ, აი სპორტზეც. დრავის ნებისმიერ რაღაცაზე, რა, აი კარიერაზე და რაღაცეებზე მაინც აი ყველაფერზე ის მაქვს რა. რაღაც მომენტში, ანუ ვერ აი ბოლომდე მაქეთ ვერ ვარ ხოლმე რა, ანუ ეხლა ჩვენ უსებ გავაგზავნეთ გარეთ ლაპარაკობთ, მაგრამ აი რაღაც თვითშემეცნების რაღაცეებში ვარ ძალიან ჩათრეული ეხლა რა. მანდ ვარ ეხლა გაჭედილი. კითხვები გაქვს? კითხვები მაქვს და თან პასუხებიც მაქვს, თან ეჭვიმე პარება ჩემ აი ეხლა ვარ აი ძალიან არეულობაში რა. ანუ უფრო მეტი ვიცი რომ არაფერი რო არიცი, ხო რა, აი მაგაში რა. ხო და აი მანდ მე რაღაც მომენტში, ანუ რაც აი მაგაში ჩავიძირე, ძალიან მიჭირს აი მაგას ვეღარ ვთიშავ რა. აი ვეღარ მინდა ხოლმე ხანდახან რომ დავანებო რა მაგ საკითხს თავი რა, მაგრამ აი მიტივტივებს მე ისეთ რაღაცას თან ისეთ დამაჯერებლად რომ ნუ ეგრეა რა, ანუ რაში გიშლის ხელს? რაში მიშლის ხელს, ანუ ხელს კი არ მიშლის. ბოლომდე მინდა რომ გავიგო რა, საითაც წავედი, ბოლომდე მინდა რომ ეგ ამბავი გავიგო და მაგაში გადავიდე მინდა რა, რეალურად რა, ანუ მაგაში გადასვლას ვეძახი, ანუ იქ არის ჩემთვის სიმშვიდე რა, აი რეალური სიმშვიდე რაც არის, ოღონდ აი მართლა სიმშვიდე რაც არის რა და აი ნირვანა. აი ხო, თავისუფლებასაც მაგას ვეძახი რა, ანუ თავისუფლება ჩემთვის აი ნუ ადრეთ რაღაცეები იყო, ეხლა არის აი მაგ რაღაცეებისგან აი ხრეებზეც ვლაპარაკობთ, აი შეფასებებისგან, აი შენი შეფასებებისგანაც და აი ის რას ფიქრობსგანაც, აი მაგ ყველაფრიდან თავისუფლებული რო ხარ, აი შესაძლებელია ეგ გონია რომ შესაძლებელია ეგ. ანუ აი იცი რატომ გონია, ანუ ესე თეორია რო იყოს უბრალოდ ჩემთვის, ნუ ამდენ ხანს უნდა მეფიქრა ხო მაგაზე და ბოლოს დავანებებდი თავს. მქონდა რაღაც მომენტები რა, აი წამიერი შეიძლება რაღაც ერთ წამს არ გეუნები, მაგრამ აი რაღაც აი რომ შეიხედები რომ უი თურმე რა ხდება, აი ეგ შეგრძნების დონეზე მქონია რა და მაგიტო ვეღარ ვეშვებ მაგას, გაიგე და ეხლა რომ მე აი უცებ ეგ მაგდებს ხოლმე რომ ვლაპარაკობთ რომ აი კარიერა და რაღაცა და მე რომ აი რა კარიერისთვის ვისთვის რატო? აი მე ეგ ნიჰილიზმში ვარდები? ხო მე ანუ რეალურად მაგ კარიერას იქიდან რო უყურებ ხოლმე რომ აი მოგონილი რაღაცა არის, აი ეგ მაგრამ ათრევს რა მოკლედ. გძავალ. ხო, არა, თან სასიამოვნო პროცესია რა, მაგარი პროცესია, იმიტომ რომ სულ რაღაცას იგებ რა. მაგრამ თან აი როცა მანდ მიდიხარ რომ იჭედები, იქითაც ვერ გადახ, თან იცი რომ იქით ეგ არის, მაგრამ ვერ გადადიხარ. აი ეგ მერე ცოტა გრეევს რა. და ეგეთ რაღაცეებზე, აი ეხლა რომ რაღაცა მონახაზივით იმას ვქნა, ეხლა ჯანმრთელობას რაც ეხება რა. მანდ მოვდივარ რა, ანუ ეს ფიზიკური ჯანმრთელობა უნდა მიხედო თავს, რომ უნდა მიხედო და ამ სხეულს რომ უნდა მიხედო რაც გაქვს. მაგაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ აი მაგის იქით სექსუალური ვარ თუ რა სახლისად ვიყიდო და კარიერაში რა გავაკეთო, ები უკვე აი რაღაც მომენტებში მინოლდება რა. მაგრამ ანუ ისევ მაინც ავტომატურზე ვირთვები და მაინც მაგაში ვარ და მაგას ვაკეთებ და კარიერასაც უყურებ და იმასაც უყურებ და იმასაც, მაგრამ უცებ ეგ აი რაც გითხარი რომ თავს არ მანებებს თქო, ბრახ და უცებ მახსენებს რომ რა გინდაო რა კარიერა. ხოთა შორის იმაში. აი მულტფილმია ერთი მაგ ამბავში ძალიან ანიმაცია არის სოული თუ გაქნა ნახი? არა. აი უყურე და აი ძალიან მაგარი მულტფილმია რა, აი ძალიან მაგასთან ისეთ დროს უყურე არ მქონდა ნახი და აი მაგაში რო ვიყავი ყველაზე მაგრა ჩართული, აი მაგ დროს მირჩიეს რა და ხოთა შორის ხო უყურე და აი გარი რა. მაგ თემა რო გავაგზავნე ბიბლიაში რომელი ფრაზა მომწონს იცი ყველაზე მეტად. აი იესო რო ეუბნება თავის მოსწავლეებს რომ აი
ველის როშანებს და ყორნებს რო შეხედეთ აბაო ისინი არც ხვალიდელ დღეზე და არც იმაზე არ ზრუნავენო მაგრამ ღმერთი აძლევს იმის საშუალებას ან რაღაცა ეგ მომენტი დავიჭირე ხა შენ რაც მითხარი რომ რა კაირა რა მიზნები I am soul-შიც რა ის რაღაც ცოტა ის რო იმას ვქნა ჯაზმენი არის მასწავლებელი არის და აი ცხოვრების მიზანი აქვს რომ სადღაც რაღაც ჯგუფთან ერთად დაუკრას და აი მაგისთვის ცხოვრობს რა აი ეგ არის მაგის ცხოვრების თავარი მიზანი როგორც ჩვენი რაღაცა რა აი ჩემთვის რაღაცა თქვათ აი პროფესიული თუ შევხედავთ რომ აი ოსკარი ხო მაგის იქით ხო მსახიობისთვის აღარ არსებობს ჩემთვის რაღაცა ნობელის პრემია მედიცინაში რა ხო რა და იგივე არის რა ნუ გაიგივება შეუძლია ნებისმიერი პროფესიის ადამიანს რა და ნუ მოკლედ არის უყურე რა უყურე აუცილებლად იმასაც აღარ იმას ვიცავ რა მაგრამ აი მაგ მიზანს რა მოსდევს და რისთვის არის და რეალურად თავარი რა არის და ეთანხმები რომ მიზანი ამართლებს საშუალებას ეთანხმები გამოთქვას ანუ აი მიზანი ჩემ აი ამ გადმოსახედიდან მიზანი თუ არის აი ეგ მარტო მაგ შემთხვევაში არის გამართლებული რომ შენი მიზანი თუ არის რომ აი თავისუფალი იყო ოღონდ აი რაც როგორც აუხსენებს აი ეგ გათიშული იყოს ეგ თუ გაქვს მიზანი და სიმშვიდე შესაბამისად მშვიდად ხარ რა ანუ აი ეგ მაგაში რო არ ხარ მშვიდად ხარ უკვე რა და აი ის სიმშვიდე ოღონდ აი ჩვენ რო რაღაც დავიღლებით რაღაც ან სადმე დაჩაზე რო წავთ და აუ რა მშვიდად ვარ ვითომ რომ მშვიდად ხარ თავში რო მაინც ეგ რო ხდება მაქსიმ შვიდეზე არ ლაპარაკობ რეალურ სიმშვიდეზე ლაპარაკობ რა აი ჩვენი ფოთოები სადაც აღარ არსებობს მაგაზე ო ჩვენი ფოთოები და რაღაციდან მოდის და მაშინ ის ფაქტორები უნდა მოიხსნას ყველაფერი და ეს ფაქტორები მოიხსნა და იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება და ყველა იქნება მე მაინც გონია რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტი არის მეტი და მეტი განათლება. რა შეიძლება და კითხვების დასმა რა. კითხვებსა საუბარი და კომუნიკაცია და ლაპარაკი ყველაფერზე ხმამაღლა, სადაც არ იქნება არანაირი ტრაბუდადებული კითხვები თუ არ გაქვს და ეგრეა, და ეგრეა, მაშინ მაშინ ხდები რა. მე რაღაცა კითხვა რაღაცა რამე 1-2 კითხვა უნდა დასვა რა. ხო, მაგრამ ძალიან ძნელია ისეთ მაგ შემთხვევაში აი თან რაღაც ოჯახსაც რო გვინდოდა რაღაც ის თქმა, ან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ერთ სიხშირეზე იყოთ ოჯახში რა. აი ხო რა აი რაღაცა ის სიტყვაზე შენ რო აი რაღაცა აი ამ თემებზე ფიქრობ და რაღაცა მითხარ დაინტერესებული და იქიდან რო აი საპირისპიროა და თან მან რო შეუძლებელი ხდება რომ თან დაინტერესო ან შენ რაღაცა საერთო მოძებნოთ მაგაში მან უკვე იმაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი რაღაცა სექსზეც ზედმეტია მან ლაპარაკი და რაღაც ერთმანეთის ფოთოებზე ის გაზიარებაზე და პრობლემებზე რა მან მიდის აი პურის ვინ ამოიტანს მარტო ჩემი აზრით ეგ მომენტები იქამდე უკვე უნდა იცოდე ვიდრე დაოჯახდები ხო რა კონკრეტულ ადამიანთან მაგრამ ხო არის რომ რაღაცა შეიძლება მოგიწიოს ისე რომ რაღაც გაიზარდოთ ერთმანეთის ასაკში რომ მაშინ ახლა მაგის ის საერთოდ არ გაქვს რა და მერე მოგიწიოთ რა რაღაცა ანუ განვითარება მოკლედ საჭიროა როცა ოჯახზე არის ორივე ხარეს უნდა იყოს რა ეგ ამბავი თორე ძალიან რთულია მანდ მერე იწყება კონფლიქტი შობს მერე გაუწყება შობს მერე პრობლემებს ყველა კუთხით მათ შორის სქესობრივი კუთხით და მერე იწყება დეპრესიები შფოთვები და საბოლოოდ ან ინგრევა ის ოჯახი ან თელი ცხოვრება იტანჯებით ხო აი ეს ავტომატურად მიყვებით ფიქრო ვიღაცას ითვალისწინებ შობლებს რაღაცა არის წინ ბავშვები და ასე შემდეგ და შენ როგორც ინდივიდი ამ დროს იტანჯები და იკარგები და აღარ ხარ ფაქტიურად კი ბატონო ასე შევთანხმდით რომ ყველა თემაზე ხმამაღლა საუბარი არის საჭირო რაც არ უნდა კლიშე იყოს და რაც არ უნდა ტაბუდადებული თემა იყოს და რაც არ უნდა ანუ ჩემი აზრით ანუ
აი ეგრე რო გაწუხებს რაღაცა რო აი ეგრე ტანჯავს და ნუ ტანჯავს ქვია რა ეხლა მაგას მაგდენჯერ რო გეფიქრება ამდენი ხანი და ვერ წყვეთ ანუ არ ჯობია იმან იფიქროს რომ ამან რაზე დაიწყო ვიდრე შენ მაგითი გააგზავნოს მაშინ რო თქვი რომ ზუსტად ამ პრობლემების გამო მეთქე ფსიქოლოგამდე ვერ მივდიოდი მეთქი წარმოიდგინე ამდენი ხანი ესე ვარ და ერთხელ ვარ ნამყოფი და იმ ერთი ვიზიტითაც კი ისეთი რაღაცეები ყოველ ბზოს გონია რომ კარგი ფსიქოლოგი არის ადამიანი ვინც ბევრს ლაპარაკობს არა კარგი ფსიქოლოგი არის ვინც შენ გალაპარაკებს ბევრს და იმ კონკრეტულ მომენტში ისეთ კითხვას გისვამს რომ რაღაცეებს ბავშვობის ტრამვის კვანძებს ხსნის ერთი მომენტი მქონდა ესეთი მართლა არის თუ არა ხა მაინც მოვყვები რა ხო ერთი მომენტი მქონდა ესეთი მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი ფიქრით რომ ძალიან დიდი ხანი ვიტანჯებოდი ფიქრით რომ რატო არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემთან სახლში არის სტუმარი მოსული. განა სტუმართ მოყვარე არა ვარ და განა არ აი როგორ მომენტი ხს ვიძაბებოდი ყოველთვის აი რაღაც კუთხით სულ შფოთვა მქონდა რაღაც ან დისკომფორტში ვიყავი როდესაც ჩემი არა და ეხლა არ ტრაბახობ მაგრამ მართლა ყველაზე ისეთი ადამიანი ვარ რა ხელგაშლი ასე თქვა და მერჩივნა ყოველთვის ადამიანს აი რესტორანში სადღაც და ამე პატიჟებია და შეიძლება 100 ჯერ მეტი დამეხარჯა. ხო, ოღონდ აი და სულ მაწუხებდა და ბიჭო რატო და ამ ფსიქოლოგმა მოკლედ ერთი კითხვით ბავშვობაში ისეთი ის მიპოვა, რისგანაც იწყებოდა ზუსტად ეს შფოთვა. ეს როგორც კი გავხსენი ეს კვანძი და გავაანალიზე ეგრევე მომეხსნა ეს ყველაფერი და ეხლა მობზადით ხალხი ვარ. მაინც აქ ეხლა უნდა მოვაგვარო რა. იქ ბავშვობის რაღაცა შეიძლება რაღაცა გაიგო რა. ხო, მაგრამ უნდა აღიარო რომ ეგ აქვს. უნდა გითხრა რომ მიჭ ესე ვარ. იშველი ჩევა მომენტი. ნაბიჯები აქ არის. ხო, ყველა პრობლემის გასწვა ერთჯერადად არ ხდება განსაკუთრებით მამაკაცებში, იმიტომ რომ აი ეს ფაქტორებია რაც გითხარი და ნელ-ნელა ნაბიჯ საერთოდ რაც უფრო დაშლი პრობლემას და მე ნაწილ ნატეხებად მიხედავ, მით უფრო კარგი შედეგი იქნება. რეზიუმე რო გავაკეთოთ ჩვენი საუბრების პირველ რიგში ისევ ძალიან დიდი პატივისცემა და ძალიან მართლა რაღაცა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს რავი წლებია ერთმანეთს ვიცნობ და ისე ისე ვიყავია თავიდან ხოჭი რა ვილაპარაკოზე რო ფიქრობ და მაგ დროსაც უნდა და რავი უცფელობა ამ თავი მიდი მადლობა შენ ამისთვის და ხო ვინც გვისმენს მინდა გითხრათ რომ აუცილებლად გაწევრიანდით კაცკუთხე ჯგუფში Facebook-ზე იმიტომ რომ კაცური კაცებიც და კაცებიც მოკლედ ძალიან კარგი კაცური საუბრები მიდის იქ და რაც ასე გვაკლია და საბოლოოდ შევხვდით მე მგონია რომ ყველა პრობლემის გადაჭრის გზა იწყება აღიარებით, ჩვენ თავში აღიარებით და გაზიარებით და საუბრით და კომუნიკაციით. ძალიან სასიამოვნო იყო. სასიამოვნო ჩემთვის ძალიან დიდი მადლობა.